ახლა ვიყოფებით სუსის შენობასთან, რომელიც დასავლეთ მტრად აღიქვამს, რაც თვალსაჩინო ჩანს მათ მიერ განაქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშში, სადაც მკაფიო დაშღერებულდა სისტემა მთლიანად მოარგეს პუტინის და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს. რატომაა დასავლეთი მტერი, როცა უამრავ ახალგაზრდას უფინანსებს სწავლას, აძლევს განათლების მიღების შესაძლებლობას? რატომაა დასავლეთი მტერი, როცა საქართველოში არსებული უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია თუ განახლებას აფინანსებს? რატომაა დასავლეთი მტერი, როცა უამრავი პროექტი შეძინის იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მცირე საშუალო ბიზნესებს და სხვა მრავალი? ეს სისტემა საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ამ უამრავ შესაძლებლობას. ამასთანავე რელსებით მიგახვენებს მტერი რუსეთისკენ. იმის ნაცვლად, რომ საქართველოში ამ ბოლო პერიოდში მომხდარი მკვლელობები შეამცირდა, ეძებო ნამდვილი დამნაშავეები აქციის მონაწილეებს დასდევენ ქუჩაში. იმის ნაცვლად, რომ დასაჯო ნამდვილი დამნაშავეები უდანაშაულოდ გამოგეწეს აქტივისტები. მკაფიოა, რომ ეს შენობა არც ქვეყანასა და არც მის უსაფრთხოებას არ ემსახურება. ჩვენი პროტესტის მიზანია, რომ ამ შენობის თანამშრომლებს მივაწვინოთ ხმა, რომელთა ნაწილი ამ პერიოდში ტყვეობაში ყავთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ქართველი ხალხი სისხლის მოდანილ თავისუფლებას არაფრის ფასად არ გავცნობს. გადადგეს არალეგიტიმური